პროექტი მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი მიზნად ისახავს ახალგაზრდების უფრო აქტიურ ჩართულობას ქალაქის მართვასა და განვითარებაში. ასევე მათ დასაქმებას ადგილობრივ თვითმმართველობაში. მონაწილეებს გადამზადების სპეციალური კურსი ელოდებათ, რის შემდეგაც ისინი პრაქტიკულ საქმიანობაში ჩაერთვებიან. ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი, ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტის დელეგატი და მამუკა რეხუიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე შემოგვიერთდნენ სტუდიაში. მოგესალმებით, მადლობა. ქალბატონინო, თქვენგან დავიწყებ. რა გახდა ამ პროექტის შექმნის მთავარი мотиваცია? მადლობა კიდევ ერთხელ, რომ რუსთავს გისმობთ დროს. ეს სამივე ერთად ვართ, ირაკლი პარლამენტის დეპუტატია, მამუკა საკრებულოს თავმჯდომარე და უკვე უფრო მეტი შესაძლებლობები გავაჩინეთ ერთად ახალგაზრდებისთვის და გვინდა რომ იმ პროექტზეც ვისაუბროთ, რომელიც ახლა იწყება და ასევე შევაჯამოთ და კარგად დავანახოთ რუსთაველ ახალგაზრდას, რომ ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ჩაერთოს, კარიერულ ზრდაზე იფიქროს, განათლების ხელშეწყობაზე იფიქროს და სწორედ ამ თემაზე გვინდა საუბარი. თუმცა მოვედით ერთ-ერთი ახალი პროექტით, რომელიც ახალგაზრდების განვითარებისთვის და მათი ჩართულობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პროექტები, რომელზეც ახლა ჩვენ ვისაუბრებთ, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რომ ახალგაზრდებიდან ძალიან ბევრ საინტერესო საკითხს ვადგენთ და ჩვენც ვცდილობთ, რომ ჩვენი საქმიანობა, ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ქალაქში ვახორციელებთ, იყოს უკვე იმ საჭიროებებზე მორგებული, რომელიც დღეს ახალგაზრდებს ძალიან ჭირდებათ. მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი ეს არის ერთ-ერთი ახალი პროექტი, რომელსაც ვიწყებთ იმ პროექტებთან ერთად, რომელიც უკვე წლები ახორციელდება და გულისხმობს უკვე ახალგაზრდების ჩართულობას უბნების განვითარების ნაწილში. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ პრობლემაა და ვხედავთ, რომ არ აქვთ ინტერესი თითქოს ქალაქის განვითარების საკითხებში მიიღონ მონაწილეობა, აზრი დააფიქსირონ, სურვილები გამოხატონ, რა არის მათთვის დღეს პრიორიტეტი და ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა, რომელზეც უკვე 200-მდე ახალგაზრდაა დარეგისტრირებული და ინტერესი ძალიან მაღალია, რომლებიც დაიწყებენ და სამთვიან სალექციო კურსს გაივლიან, შემდეგ უკვე ანაზღაურებადი იქნება მათი საქმიანობა და ეს მათთვის ორმაგად მნიშვნელოვანი იქნება. ეს ახალი პროგრამა მათ შორის კიდევ დამატებით მოგცემს შესაძლებლობას იდენტიფიცირება მოვახდინოთ იმ საჭიროებების და იმ პრობლემების, რაც შეიძლება უბნებშია და ჩვენ იმ თვალით ვერ ვხედავთ, რა თვალითაც ახალგაზრდები ხედავენ. ასე რომ კიდევ ერთი ახალი ძალიან კარგი პროგრამა დაიწყო რუსთავში და ძალიან მიხარია, რომ ინტერესი ძალიან მაღალია. შერჩევის პროცესის შესახებ გვიამბეთ, როგორ შეირჩევიან ახალგაზრდები და რა კრიტერიუმები იმოქმედებს. შერჩევა მარტივი და ახალგაზრდული გვაქვს, როგორც უყვართ ხოლმე ინტერნეტ ელექტრონული რეგისტრაციის ნაწილს გაივლიან, შემდეგ ხა უკვე მიდის გასაუბრებები და სალექციო კურსი კიდევ გამოკვეთს იმ ახალგაზრდას, რომელიც ძალიან დაინტერესებული იქნება, რომ სექტემბრიდან ანაზღაურებად პოზიციაზე დაიწყოს მუშაობა, გახდეს გუნდის წევრი, ქალაქის გუნდის წევრი და იზრუნოს ქალაქის განვითარებას. ბატონ ირაკლისთან გადავალ შეკითხვით, რა როლი აქვს პარლამენტის დონეზე მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას თქვენ როგორ? ბატონო, მეც მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. ნებისმიერი ხელისუფლების და ქვეყნის უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს, რომ ახალგაზრდული მხარდაჭერის პროგრამები განახორციელოს. რა თქმა უნდა, საქართველოშიც ჩვენს ქვეყანაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არის დაინიცირებული ბევრი ასეთი მიმართულება, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის მათ შორის ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემა. და პროგრამა, რომელშიც რა თქმა უნდა პარლამენტი თვითონ ჩართული არის, ამის მიუხედავად და ამასთან ერთადაც კიდევ ისეთი ინიციატივები არსებობს მუნიციპალურ დონეზე, რის შესახებაც ქალბატონი ნინო საუბრობდა და ჩვენც ინდივიდუალურადაც, როგორც მთლიანად პარლამენტი, ისე ინდივიდუალურადაც პარლამენტის წევრები ჩართულები ვართ ამ პროცესში და მათ შორის ეს მართაშენი ქალაქია თუ ნებისმიერი სხვა პროექტი ეს ახალგაზრდული, რომელიც რუსთავში ფუნქციონირებს, ითვალისწინებს იმას, რომ მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, ასევე საკრებულოში იყვნენ ეს ბავშვები, ახალგაზრდები მივლინებული, მათ შორის პარლამენტში იყვნენ მივლინებული და პარლამენტის შემთხვევაში კარგად არის აწყობილი, იქ არსებობს უკვე არსებულია, რამოდენიმე წელიწადია შექმნილია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პარლამენტარიზმის ისტორიული მუზეუმია, მისი მონახულების შესაძლებლობა აქვს, ამის შემდეგ ეს ახალგაზრდები მიდიან და პლენარულ სხდომას ესწრებიან, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე უშუალოდ და პირადად მიესალმება და ეს ძალიან შთამბეჭდავი. ამის შემდეგ გადავდივართ უკვე და ჩემთან ერთად, ან პარლამენტის სხვა წევრთან ერთად
რეალურ პირობებში და გარემოში როგორც ხდება პარლამენტის წევრის ერთი სამუშაო დღე და დღისასრიგი როგორც მიმდინარეობს, მათ შორის სამუშაო ოთახის მონახულებაც კი იგულისხმება და მე შევდივართ უკვე ძალიან საინტერესო რაც არის ხოლმე ახალგაზრდებისთვის იმიტირებული კომიტეტის სხდომას ვატარებთ პირველი რესპუბლიკის ან ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, სადაც სივრცეც გვაძლევს ამის შესაძლებლობა და რეალურად ეს არის ორმხრივად სასარგებლოა, როგორც ახალგაზრდისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. აქ განსაკუთრებულად მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ გაზრდილი ეკონომიკის პირობებში კერძო სექტორთან კონკურენცია დასაქმების ბაზარზეც რთული არის რა და ცოტა ისე პრაგმატულადაც რო ვთქვა, ურთიერთსასარგებლო რატო არის? სახელმწიფოსთვის ჩვენთვის ერთი მხრივ არის ეს ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერა, რომელიც ვალდებულებაა პირდაპირ და მეორე კიდევ ჩვენ ამითი ამ ახალგაზრდების მოზიდვის შესაძლებლობა გვაქვს საჯარო სექტორში დასაქმების მიზნით და თან კიდევ ტალანტებს და ახალ ძალიან საინტერესო ახალგაზრდებს აღმოაჩენა, მათაც შესაძლებლობას აძლევს რომ თავი დაინახონ. სკოლიდან რო წაგვიყვანეს, იმდენად ემოციური იყო და იმდენად თამბეჭდავი იყო, რომ ჩვენ რაზეც გვიოცნებია რა, რაც შეიძლება არ გქონდა აი ეს შესაძლებლობები, ახლა სწორედ ამისი განხორციელების ეტაპზე აი ამ პერიოდმა იმოქმედა თქვენს გადაწყვეტილებას. ძალიან თამბეჭდავად მახსოვს სკოლიდან, როდესაც პარლამენტის შენობაში შევედით და ანუ შესაძლებელია სწორედ რომ ამ ბავშვები ესეთი პრაქტიკები ზოგადად არსებობს რა და ჩვენს ქვეყანაშიც უნდა დავნერგოთ ამის შესაძლებლობა თუ გვექნება. ეს პროექტები და ახალგაზრდული პროგრამები არ მოიცავს მხოლოდ სტუდენტებს დაუშვათ. აქ არიან სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, რომლებისთვისაც აი სამომავლო პროფესიის შერჩევის პროცესსაც უმარტივებს. რეალურად ეხმარები და ეს მეორე მხრივ რა შეიძლება ახლა ქალაქმა მიიღოს, ხო ამაზეც ვიმშილოთ. ეს ნაწილი გასაგებია. აი ბატონო მამუკა, თქვენ გითხავთ, აი არ აქვს თუ არა მნიშვნელობა თქვენი გადმოსახედიდან იმას, რომ ქალაქზე ზრუნავდეს ისეთი ადამიანი, ვინც იმ ქალაქში ცხოვრობს, ყოველდღიურობა იმ ქალაქთან არის დაკავშირებული და ეს ემოციური ბმა შესაძლებელია უფრო სასარგებლო იყოს ამ გადმოსახედიდან. მოგესალმებით, მესალმებით თქვენს მოყურებელს. როგორც უკვე აღენიშნა, ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივა სტუდენტური სტაჟირების პროგრამა წარმოადგენდა შენი ქალაქი. პროგრამა არის 25 ახალგაზრდაზე მორგებული, რომელიც მიმდინარე თვეს აქტიურად ჩაერთვება სამუშაო პროცესებში, მონაწილეობას მიიღებენ საკრებულოს აპარატის ყოველდღიურ მუშაობაში, დაესწრებიან საკრებულოსა და კომისიის ხდომებს და უშუალოდ დააკვირდებიან გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აღნიშნულმა პროგრამამ მიემუშაოს გამართულად და ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი ცოდნა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო პროცესზე, კონდეთ დეტალური წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები იმ საკითხებზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქალაქის განვითარებას. აი, ეს გადაწყვეტილებები რომ მიიღება, სწორედ ეს მინდოდა მეკითხა. ერთი არის რომ წარმოადგენენ თავის ქალაქს, წარმოადგენენ პრობლემას, რომელსაც ისინი ხედავენ და როგორც თქვენ აღნიშნეთ, შესაძლოა თქვენ ვერ ამჩნევდეთ ან რაღაც ყურადღების მიღმართ შეබოდეს, მაგრამ რეალური გადაწყვეტილებების მიღებაზე, აი ამ ახალგაზრდებს, რა გავლენა აქვთ, ან რა გავლენა შეიძლება რომ ქონდეთ საინტერესო. ანუ მეც მინდოდა რომ მამუკას ნათქვამს დავამატო, რომ ჯერ მიხარია რომ ოპოზიციური საკრებულო იყო რუსთავში აქამდე და მამუკას მადლობა რომ მიეცა საშუალება და მას შემდეგ რაც არჩევნები ჩავატარეთ, კარი ღია უკვე საკრებულოში ახალგაზრდებისთვის და რატომ ვარ საკრებულო, მერია, პარლამენტი, ჩვენ აი ის პოლიტიკა, რომელიც რეფორმის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ქალაქში შევქმნით, სწორედ ესე გუნდურად წარმოგვიდგენია, რომ მათ ყველა კარი ქონდეთ ღია, ყველგან ნახონ ქალაქის რომელი ეტაპი სად გადის, ქალაქის განვითარების, გადაწყვეტილების მიღების და დაინახონ მთლიანობა. ბევრი პლუსი და ბევრი სარგებელი აქვს იმ პროექტებს დღეს, რომელსაც ახალგაზრდებისთვის ყველანი ერთად ვახორციელებთ და ეს არ არის Facebook-ისთვის, ან ერთჯერადი ღონისძიება. ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ინფორმირებული და თქვენ დასვით კითხვა რა არის, ხო, სარგებელი.
პირველი და ყველაზე მარტივი არის, რომ ქალაქში გეყოლება ათასობით ინფორმირებული ახალგაზრდა. მას ექნება ინფორმაცია, რა არის წარმომადგენლობითი ორგანო, რა არის პარლამენტი, რა არის აღმასრულებლის უფლებამოსილებები. მეორე, მათ ირაკლი მახსენა ძალიან სწორად ვეხმარებით, რომ აირჩიონ პროფესია, დაუკავშირონ თავისი ბედი ადგილობრივ თვითმმართველობებს და განსაკუთრებით დედაქალაქის გარდა სხვა ქალაქებს ეს გამოწვევა გვაქვს, რომ მიგრაცია დიდია ახალგაზრდების და პირიქით გვინდა სხვადასხვა პროფესიის ადამიანი დაუბრუნდეს თავის ქალაქს და თქვათ მოახმაროს გამოცდილება. მესამე ეკონომიკური გაძლიერება მათი და ის ჩვენი პოლიტიკა არ გულისხმობს მხოლოდ ტრეინინგს ან სტაჟირებას, როგორც ჩემ დროს იყო ხოლმე, რომ უბრალოდ საქმეს გვაკეთებინებდნენ და მე ან დასაქმდებოდი ან არა. აი ყველას გვაქვს ხო ეს გამოცდილება, რაც გადააქსერებს, ეს მოიტანა, ეს ფურცელი იქჩადა და ამით სრულდებოდა. ჩვენი ზრუნვა გამოიხატება სწორედ იმაში, რომ ჩვენ გვინდა მათ პროფესია აირჩიონ, ჩვენ გვინდა მათ რომ მეტი იცოდნენ ქალაქზე. ჩვენ გვინდა რომ ზუსტად გვითხრან რა არის მათთვის დღეს თავარი გამოწვევა ქალაქში, რომ ჩვენ არა უცდეთ ერთმანეთს და ერთი მიდგომა გქონდეს ქალაქის განვითარების, იმიტომ რომ როგორც არ უნდა ვიყოთ ყოველდღიური რუტინა, შეიძლება ისე გამოგრჩეს ამბავი, რომ შენ გონია კარგს აკეთებ, შენ გონია რომ მათთვის აკეთებ და ეს არ იყოს მათზე ორიენტირებული, ასე რომ ძალიან ბევრი პლუსი აქვს იმ პოლიტიკას, რომელსაც დღეს ქალაქში ჩვენი გუნდი ახორციელებს და გვინდა რომ ახალგაზრდები იყენებდნენ ამ შესაძლებლობებს და მადლობა რომ თქვენი ეთერით გვაქვს ხოლმე საუბრის და ამ სიახლეების გაჟღერების კარგი შესაძლებლობა. მადლობა. მადლობა, დიდი მადლობა.